სერიალს წარმოგიდგენთ საიტი CinemaNeaG, გახმოვანებულია aჭარა.net.com-ის მიერ. ჰაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. იმ სერტორი 85 მათემატიკაში, 85 ქიმიაში და 93 ინგლისურში. მაგარია, ამაზე კარგი შედეგი ჯერ არ თითქმის გქონია. საუკეთესო ვარ ჩემს კლასში. ლუსი რობერტსონი რომ ავტობუსმა გაიტანოს პირველ ადგილზე ვიქნებოდი. ლეო, იცოდი რა კარგად ჩააბარა გამოცდები კიმმა. ბევრად ვუკეთ ვიდრე შენ ჩემს ასაკში. მერე მომიყევით. და შენ არ ქონა ბიოლოგიაში გამოცდა. შედეგები ხომ უკვე უნდა ყოფილიყო. ერთ კვირაში იქნება. ტყუილია. უფროს კლასელებმა უკვე მიიღეს შედეგები. გავიგე საუბრობდნენ. ძავალ გავისეირნებ. ბედნიერად. ეს ჩემთვის უჯვეულოა, მაგრამ მომიწევს მიბეჭვიო. ბრას, წარმატება სწავლაში. 3 პლუსით ბიოლოგიაში ძალიან კარგი შედეგია. შენ რამდენი გაქვს? 5 პლუსით. ეს შეუძლებელია. შესაძლებელია, უბრალოდ უნდა ისწავლო. და კიდევ დაიწყო ცხოვრება და იზეპირო ყველაფერი. არ გეწყინეს. მარტო ამაზე შეგიძლიათ საუბარი? ვისი რა საქმეა? რაიმე ცუდად თქვი? გამარჯობა, კლეო. გამარჯობა, ლუის. ბიოლოგიის გამოცდაში რა ქენი? ცხოვრება მხოლოდ ბიოლოგიის გამოცდა არაა, ლუის. ყველაფერი ცუდადა არა. იცი, ვიფიქრე, ხომ არ დაუბრუნებულიყავი, რომ მეცადინეობაში დაგხმარებოდე. შეგეძლია ნებისმიერ დროს დამირეკო. ვეცდები არ დამავიწყდეს. აი სათხარ. გეძებდით. მაბადიეთ, მაგრამ მარტო ყოფნა მინდა. რაიმე გაწყენინეთ? არა. კარგი, კლეო, გითხარი. ბიოლოგიაში ჩავიჭერე. ყველაფერი არც ისე ცუდადაა დარწმუნებული ვარ. ამაზე უარესი არასოდეს ყოფილა. ცუდი დღეები ყველას აქვს. მაგალითად, წინა წელს მეც ცუდი შედეგი მქონდა. საქმე ამაში არაა, როგორი დღე იყო. საქმე იმაშია, რომ ლუისი არ იყო ჩვენს გვერდით. ყოველთვის ერთად მეცადინეობდით. იქნებ დაგერეკა. ასე ყველაფერს გავაფუჭებ. ახლა უბრალოდ მეგობრები ვართ და არაფრის შეცვლა არ არის საჭირო. ხშირად უნდა ისეირნო, ლუის. შარლოტა, გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. ესეთი მშვენიერი დღეა. შენ კი მეცადინეობ. ყველაფერი რიგზეა, მართლა. საოცარი იდეა მაქვს. მოდი შენი ნამით გავისეირნოთ. ახლა? ახალი სურათები მაქვს დასახატი პორტფოლიოსთვის და იდეალურ ადგილს ვეძებ. შარლოტა, მაპატია, მაგრამ არ შემიძლია. უნდა ვიმეცადინო. ბიოლოგია. მაგრამ შენ ხომ ფიზიკასა და ქიმიას სწავლობ. უნდა გავიხსენო, ხანდახან სხვებს ვეხმარები. მაგალითად ვის? მაგალითად, კლეოს თუ გაინტერესებს. შეიძლება ნებისმიერ დროს დარეკოს. პრობლემა ხომ არ არის, არა? არა. რატომ უნდა იყოს პრობლემა? მე ავიღებ.
დიახ. მამა. ეს ლეოს ბიოლოგიის მასწავლებელია. ძალიან გაბრაზებულია. გამარჯობა, მისტერ ჰენ. მესმის? გასაგებია. სად იყავი? სეირნობდი რიკისთან და იმასთან ერთად. აი პრობლემაც. რას გულისხმობ? ვფიქრობ რაღაცის შესვლა მოგვიწევს. და პირველ რიგში შენი ცხოვრების წესის. შენი ბიოლოგიის მასწავლებელმა დარეკა. მაპატიე მამა. ყველაფრის თქმას ვაპირებდი. ლეო, შეგიძლია ნებისმიერ დროს დამელაპარაკო. ჩვენ არ დაგცინებთ ხმამაღლა. კიმ, კარგი ამბავიც მაქვს. მისტერ ჰემმა და მე გამოსავალი ვიპოვეთ. მან განმეორებითი გამოცდა დანიშნა ორშაბათს. მართლა? ხო, და კიდევ შემომთავაზა, რომ ვინმემ გამეცადინოს დასვენების დღეებში. მაშინ ლუის დავურეკავ. საჭირო არ არის. მისტერ ჰემმა უკვე იპოვა მოსწავლე, რომელიც მზად არის დაგეხმაროს. დღესვე დავიწყებთ. მოგეწონება. შარლოტა? აქ რას აკეთებ? შენი რეპეტიტორი ვარ. კარგი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მიტოზის დროს მშობელი კვერცხუჯრედი ქმნის ქრომოსომის ასლს. ერთად ქრომოდიები ქვიათ, მაგრამ ცალკე ქრომოსომა. ამას ვერასოდეს გავიგებ. კარგი რა, კლეო. ვიცი რომ ეს რთულია, მაგრამ მიხვდები დროთა განმავლობაში. შეხედე, უჯრედის გაყოფის შემდეგ ყველა ქრომოტიდი ქრომოსომად იქცევა, გასაგებია? კი, გასაგებია. უბრალოდ არ არის გასაგები. შეგიძლია კიდევ ერთხელ ამიხსნა? კარგი. აი რა უნდა გააკეთო. წაიკითხე ყველაფერი 35 გვერდიდან 114 გვერდამდე და გააკეთე სავარჯიშო 18 გვერდზე. შემდეგ კი კითხვებს უპასუხე. ხუმრობ? ეს ხომ რამოდენიმე საათი საქმეა. გამოცდა უნდა ჩააბარო. მაგრამ მე მინდა რომ ცხოვრებაც მქონდეს. კლეო, თუ გამოცდის ჩაბარება გინდა, შაბათ-კვირას უნდა იმესადინო. სულ? სულ. თუ რაიმე დაგჭირდა დამირეკე. გვიანობამდე იმეცადინე? ხო, ოჯახ. იჯექი, მე გავაღებ. დილომშვიდობის გოგონება. გამარჯობა, კლეოსთან მოვედით. საუზმობს, მაგრამ გთხოვთ დიდხანს არ გაჩერდეთ. მთელი დღე უნდა იმეცადინოს. რა ხდება? კლეოს რეპეტიტორი ყავს. შარლოტა. შარლოტა? სერიოზულად? გაგიმართლა, შენს გადასარჩენად მოვედით. დამახვალ მაღაზიებში. ვერაში ნებათიმრობა მაქვს. მთელი 3 წლის პროგრამა უნდა ვისწავლო. მადლობა შარლოტას. მაპატიეთ. დრო არ ეცდეს. კარგად. ქშა. კარგად. მარში? ყველაფერი წავიკითხე, რეცი წაკითხოთ შესაძლებელი იყო ბიოლოგიაში მე-10 და მე-11 დონეებზე. მაგარია. ესე იგი თავისუფალი ხარ. ჯერ კიდევ ზარს ვუწდი. რა სამწუხაროა. მე კი მინდოდა დასახადად წასულიყავით. თან პიკნიკი მოგვეწყო. ქათმის ფრთები, მინი პიცა. პატარა შოკოლადის სუფლე. როგორც გიყვარს. იქნებ ტელეფონი გამორთო და შემომიერთდე. ვერ გამორთავ. კარგი რა, ნუ თუ ასეთ მშვენიერ დღეს გამოტოვებ. ლუის. გონი კლეოს შენი დახმარება რომ დასჭირვებოდა, აქამდე დარეკავდა. საოცარი ადგილია. გავერთობით. რა თქმა უნდა. არა, მე გავერთობი. კარგია. კარგი. მოდი, აქ და ჯეკი. კომფორტულად იქნები. ახლავე შევამოწმებ ტელეფონი თუ იჭერს და მოვალ. My phone can get a signal out here.
როგორ ხარ? კარგად. უკვე გაგება დავიწყე. შენი თვამაყობ. მადლობა, მამა. ძალიან მაგარი დღეა. მეთანხმები? ჰო, მეთანხმები. კარგია, რომ მარტო ვიყავით. უნდა გავიმეოროთ. რაღაც მინდა გაჩვენო. ეს ყველაფერი ბებიამ დამიტოვა. აქ მისი რამოდენიმე ნამუშევარია. მაკოს კონძული? რა? არაფერი მომეჩვენა, რომ ეს ადგილი ვიცი. ისა. იცი სად არის კუნძული მაკო? მგონი არა. ის შეიძლება ყველგან იყოს, არა? მაგრამ ყველგან ვეძებ ამ ადგილს. ძალიან მინდა დავხატო. წამიყვან იქ. არა, დღეს არ გამოვა. დრო არ მაქვს. იქნებ ხვალ. გთხოვ. ჩემი გულისთვის. გამარჯობა, მისტერ სერტორი. კლეოსთან მოვედი. რა თქმა უნდა, ძვირფასო, შემოდი. კლეო სააბაზანოშია. არა უშავს დაველოდები. ზემოთ ადი და უთხარი, რომ უკვე აქ ხარ. მადლობა, მისტერ სერტორი. გამარჯობა, კლეო. შარლოტა ვარ. 3 საათინოთ მოვედი. ჯერ ადრეა. არ იჩქარა. მან დამელოდე. ახლავე გამოვალ. რას აკეთებ? რატომ აიღე ჩემი მედალიონი? მაპატია დავინახე და ძალიან ლამაზია. დიდი ხანია გაქვს? არც ისე. ძალიან გავს მედალიონებს, რომელიც რიგის და ემას აქვთ. კი, ერთ ადგილას ვიყიდეთ. დაასრულე? კი. მაგრამ თითქმის არ მძინებია. კი. მგონი ყველაფერი რიგზია. შვენიერია. მზად ვარ. ჯერ არა. გამოსთვის ბოლო ნაწილი შეკითხვაა ესესთვის. წერილობითი პასუხია საჭირო. 3000 სიტყვა. მთელი დღე სახლიდან არ გავსულ ვარ და მთელი საღამო კიდევ აქ უნდა ვიჯდე? კარგი რა, კლეო. სამაგიეროდ, რა კარგი იქნება, როცა ყველაფერს ჩააბარებ. შარლოტა, ეს დაგჭა. ეს ლუისის პორტრეტები. მადლობა. გონი ძალიან გას. შენ რას ფიქრობ? ყველაფერი რიგზია? კი. ყველაფერი უბრალოდ მშვენივრადაა. სპეციალურად გააკეთა ყველაფერი. მაიძულა დამეზეპირებინა, ამ დროს კი თვითონ მოეხიბლა ლუისი. კარგი, კონკრეტულად რას აკეთებდა? ის მას ხატავდა. სერიოზულად? კლეო, არ გგონია, რომ ზედმეტად ემოციურად რეაგირებ. მას ჩემი მედალიონის გაკეთება სურდა. მას უნდა იცოდეს, რატომ ვატარებთ მას. რატომ აინტერესებს? არ ვიცი. გონი ჯობს ლუისი ვიპოვოთ. ვერ ხვდები. მრესთვის ატეხეთ ესაურძაურე. მარტო იმიტომ, რომ შენი მედალიონი მოეწონა. საქმე ამაში არა, ის ჩვენით მანიპულირებდა. უნდა ყურადღება გადამეტანა, რათა შენით დაკავებულიყო. ჩემით დაკავებულიყო? რას გულისხმობ? ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას ჩვენამდე მოხდება უნდა.
კიდევ ერთი ვარიანტი. იქნებ შარლოტას უბრალოდ მე მოვწონვარ. ლუის, ის შენ უბრალოდ გიყენებს. და შენ რა? ძალიან მაინტერესებს. არაფერი. ანუ ჩვენ ხომ გვინდა ჩვენი საიდუმლო შევინახოთ. ამაზე ნუ დარდობ. თქვენ საიდუმლოს შევინახავ. ახლა კი წავალ. შარლოტა მელოდება. ნუ თუ და საათ. კონძულ მაკოზე. და სანამ თავს დამესხმებით გეტყვით რომ მას უბრალოდ უნდა სანაპიროზე დახატოს და მეტი არაფერი. ლუის, საერთოდ გაგიჟდი? ხედავთ? ერთ მედალიონი. შემდეგ კუნძული მაკო. ზედმეტად ახლოს მოვიდა. კლეო მართალია. შენ არ შეგიძლია მესი მაკოზე წაყვანა. ვეთანხმები. კუნძული უკვე ზედმეტია. ვინ თქვა? თქვენ ჩემი უფროსები არ ხართ. მინდა შარლოტას მაკოზე წაყვანა და წავიყვან. ამით ახლავე დავკავდები. საკმარისი ამბრძანებლობა. ყველაფერმა მშვენივრად შეაიარა. ეს საოცარი იქნება. რა? საოცარი იქნება. ყველაფერი რიგზია. ყველაფერი კარგადაა. შეხედე. მამას შეხედე. ზუსტად იგივეა. სწორია. ანუ ეს კის გააკეთებ და წავალთ? არავითარ შემთხვევაში. მეტის ნახვა მინდა. აქ ბევრი ნახატის გაკეთება შეიძლება. ამისთვის ლუის მოვკლავ. უნდა ვაზღვებინო. გონი ჯერ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. სანამ სანაპიროზე არიან და კუნძულის სიღრმეში არ შესულან. შარლოტა, სად მივდივართ? მინდა გავიგო სად არის ეს ადგილი. იქნებ ღრმად ტყეშია. არ მგონია ეს კარგი აზრი იყოს. იქნებ უკან დავბრუნდეთ სანაპიროზე. რატომ? რისი გეშინია ასე ძალიან? არ ვიცი, გამოქვაბულები, სხვადასხვა მწერები. მე არ მეშინია მწერების. მოდი ხარ? რა სილამაზეა. ეს გაიგე? რა? გონი გვითვალთვალებენ. არა, აქ არავინაა. ხომ არ დავბრუნდეთ? არა ჯერ არა. მათ ვერ ვხედავ. კლეო? კლეო! რას აკეთებ? გავიყინე. 28 გრადუსია. მაგრამ ჭრდილში ცივა. მაშინ წამოდი სანაპიროზე დავბრუნდეთ. იქ უფრო თბილა. არ გინდა უფრო ახლოს დაჭდე. შარლოტა, მგონი უნდა შეგახსენო რომ ჩვენ უბრალოდ რაღაც გავიგონე იქ. შარლოტა. შარლოტა, რაღაც უნდა გითხრა. გამარჯობა. არის საქმე?
კლეო. მისტერ ჰემმა დარეგა და მითხრა როგორ კარგად გადააბარე გამოცდა. 5-იანი მიიღე. ოჩი აღძვირფასო. კარგი გოგო ხარ. ეს ალბათ კარგია. მამა, შეიძლება შარლოტამ მე მამეცადინოს? ალბათ ბედნიერი ხარ, კლეო. კი, მაგარია. ვიფიქრე და ხომარჯობია შარლოტა ბარბეკიუზე დავპატიჟოთ. ანუ მადლობა რომ გადავუხადოთ. რა მოხდა? კლეო. შენი ნახვა მინდოდა, ვიფიქრე რომ უნდა გვესაუბრა. ჩვენ? რაზე? ბევრ რამეზე. უпростоრად. კონძულ მაგოზე. როცა იქ შარლოტასთან ერთად ვიყავი, ალბათ ყველაფერი ისე არ ჩანდა, როგორც სინამდვილეშია. არ არის არაფრის სახსნა საჭირო. ყველაფერს ხვდები. კი. ჩვენ შორის არაფერი ხდება. თავისუფალი ხარ. სასიამოვნოა ამის ცოდნა. კლეო. გავიგე გამოცდა კარგად გადააბარე. კი, შვენივრად. საუკეთესო ქულა მთელი ცხოვრების მანძილზე. არ გინდა მადლობა მითხრა. მადლობა. ყველაფრისთვის. აბა, შევხვდებით საღამოს? გონი ხო. შვენიერია, კინოში წასვლა მინდა. ის ბედნიერი არა, ეტყობა. თან ეს დიდი ხნით არა. სულ ერთია. ეს მისი ცხოვრება. თან მე გამოცდა ჩავაბარე. ვის უნდა წვენი? გებატიჟებით. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები ნატალია ყულაშვილი და გიორგი წერეთელი. ხმის რეჟისორი მახოშონია. გახმოვანებულია აჭარანეთკომის მიერ.